2026 წლის 17 თებერვალს მოხდება ის, რაც ხდება 30 წელიწადში ერთხელ. და ეს არ არის მხოლოდ ერთი კოსმიური მოვლენა. ეს არის 3 კოსმიური მოვლენის თანხვედრა ერთ კონკრეტულ ფიქსაციის წერტილში, დროის ერთ სივრცეში და სწორედ ამიტომ ეს დღე არის განსაკუთრებულად ძლიერი ენერგეტიკული თვალსაზრისით და განსაკუთრებით ისეთი ენერგეტიკული манипуляციებისათვის, როგორიც არის ძველი პატერნების განულება, პრობლემების განულება, ძველი შაბლონების გადაწერა და საკუთარი ცხოვრების განთავისუფლება ისეთი თემებისაგან, რომლებიც აღარ ემსახურება ადამიანის სულიერ ზრდას და ქმნის მხოლოდ ერთგვარ ბლოკს, ერთგვარ ბორკილს და ითრევს მას წარსულში და უშლის წინსვლაში ხელს. თუ თქვენ გსურთ თქვენი ცხოვრების ერთგვარი გადარესტარტება, ძველი პროგრამების წაშლა და ახალი პროგრამების ჩატვირთვა, მაშინ ეს ვიდეო არის სწორედ თქვენთვის. შესაბამისად, დარჩით ჩემთან და უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე. მე თქვენ გასწავლით, როგორ მოახდინოთ ძველი პროგრამების, ეგრეთ წოდებული ენერგეტიკული ბლოკების განულება და ახალი სივრცის მომზადება, ახალი პროგრამების ჩასაწერად და იმ რეალობის მოდელირებისთვის, რომლის შემოტანაც, რომლის რეალიზებაც და შექმნაც გსურთ თქვენი ცხოვრებისთვის. და რა მოვლენებზეა ამ შემთხვევაში, რა კოსმიურ მოვლენებზეა ამ შემთხვევაში საუბარი. პირველი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კოსმიური მოვლენა არის სწორედ სატურნის, პლანეტა სატურნის გადასვლა თევზების ზოდიაქოდან ვერძის ზოდიაქოში და ეს მოხდა 2026 წლის 14 თებერვალს და ამჟამად პლანეტა სატურნი იმყოფება სწორედ ვერძის ზოდიაქოს ნიშანში 0 გრადუსზე. პლანეტა სატურნი ვერძის ზოდიაქოს ნიშანში დარჩება მომდევნო 2 წელიწადნახევრის განმავლობაში, ხოლო მთლიანი ციკლის შესრულებას, ანუ ყველა 12-ვე ზოდიაქოს ნიშნის მოვლას, სატურნი ანდომებს თითქმის 30 წელს, შესაბამისად, თავიდანვე აღვნიშნე, რომ სწორედ ეს მოვლენა, ანუ პლანეტა სატურნის ვერძის ზოდიაქოში გადასვლა ხდება სწორედ 30 წელიწადში ერთხელ, იმიტომ რომ პლანეტა სატურნი საკმაოდ ნელა მოძრავი პლანეტაა და როგორც აღვნიშნე, ის საკმაოდ ხანგრძლივობით რჩება თითოეულ ზოდიაქოს ნიშანში, ხოლო ჯამში ყველა ზოდიაქოს ნიშნის მოვლას ანდომებს 30 წელს. პლანეტა სატურნი არის დროის, კარმის, სტრუქტურის, პასუხისმგებლობების პლანეტა, ხოლო ვერძის ზოდიაქო ეს არის ინიციატივა, ეს არის პიონერობა, ლიდერობა, სიმამაცე, მეომრის თვისებები, ცეცხლის სტიქია. შესაბამისად, სატურნის ამ ნიშანში ყოფნა და თანაც 0 გრადუსზე საკმაოდ ხელსაყრელ ენერგეტიკულ პირობებს ქმნის ისეთი მანიფესტაციებისთვის, ისეთი რიტუალებისთვის, ენერგეტიკული პროცედურებისთვის, რომლებიც ემსახურებიან ადამიანის ცხოვრების ენერგეტიკულ დონეზე გულისხმობ გასუფთავებას, გაწმენდას ისეთი შაბლონებისგან, ისეთი ენერგეტიკული ბლოკებისაგან, რომლებიც ზღუდავენ ადამიანს და უშლიან წინსვლაში ხელს. ფაქტობრივად ამ მდგომარეობის 0 გრადუსზე სატურნის ვერძის ზოდიაქოში ყოფნის მდგომარეობის გამოყენება სწორედ ასეთი манипуляციებისათვის არის იდეალური დროის პერიოდი და შესაბამისად გირჩევთ ამ დროის ნაყოფიერად გამოყენებას. მეორე მნიშვნელოვანი კოსმიური მოვლენა ეს არის ჩინური კალენდრის მიხედვით ახალი წელი, რომელიც დგება სწორედ 2026 წლის 17 თებერვალს და სწორედ ამ დღეს შემობრძანდება ცეცხლოვანი ცხენის წელი და მომდევნო 1 წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება სწორედ ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ მართული და ნიშნით მართული ახალი წელი. ცეცხლოვანი წელი ეს არის ერთ-ერთი იშვიათი ცეცხლოვანი ცხენი ეს ერთ-ერთი იშვიათი ნიშანია და იგი დგება 60 წელიწადში ერთხელ. ის გამოირჩევა განსაკუთრებული რისკიანობით, თავისუფლების მოყვარულია ძალიან,
ხომ მისი, ასე ვთქვათ, ჩარჩოებში ჩასმა არის შეუძლებელი, ის არის რევოლუციონერი, ის არის მოძრავი, ის არის თავისუფლების მოყვარე და ძალიან მამაცი ნიშანი. აქვე თქვენს ყურადღებას გავამახვილებ სტიქიაზე, კერძოდ ის გარემოება, რომ სატურნი ვერძის ზოდიაქოს ნიშანშია, ხოლო ვერძის ზოდიაქო იმართება ცეცხლის სტიქით და ამავდროულად წლის ნიშანით, წლის ზოდიაქოს ნიშანით, სწორედ ცეცხლის სტიქით იმართება, შესაბამისად ამ დღეებში 17 თებერვლიდან და მომდევნო 3 დღის განმავლობაში განსაკუთრებით ძლიერი იქნება ენერგეტიკა, ხოლო ჯამში ენერგეტიკული წმენდებისა და სხვადასხვა რიტუალური манипуляციებისთვის, რომლებიც, როგორც უკვე ვახსენე, ემსახურებიან ძველი შაბლონების განულებას, ეს დაბნელების დერეფანი ამ манипуляციებისთვის იქნება ძალიან ძლიერი პერიოდი და ეს გაგრძელდება 17 თებერვლიდან 3 მარტამდე დროის მონაკვეთში. 3 მარტს უკვე ჩვენ გვაქვს მთვარის დაბნელება მოგეხსენებათ. შესაბამისად, ის რომ წელიც იმართება ცეცხლოვანი ნიშნით და დროისა და კარმის პლანეტა სატურნიც ასევე არის უკვე ცეცხლოვანი ვერძის ნიშანში, მეტყველებს სწორედ იმაზე, რომ თქვენი ენერგეტიკული манипуляციებისთვის, სხვადასხვა ენერგეტიკული წმენდებისთვის აქტიურად უნდა გამოიყენოთ ცეცხლის სტიქია. მესამე კოსმიური მოვლენა, რომელიც სწორედ 2026 წლის 17 თებერვალს ხდება და რომელიც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს, ეს არის მზის დაბნელება. რა არის მზის დაბნელება თვითონ? ხომ ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც მთვარე მზესა და დედამიწას შორის მოექცევა და რამდენიმე წუთით ხდება მზის დისკოს დაბნელება, გაშავება გარშემო ცეცხლოვანი რგოლით, ის ასე გამოიყურება ვიზუალურად და მას ძველი, ასე ვთქვათ, ოკულტური ცოდნის მცველები მოიხსენიებდნენ ღვთის თვალად და მეორენარად სამყაროს ფანჯარადაც, ვინაიდან ამ დროს თითქოს სამყაროს თვალი და ის ვიზუალურადაც ეს პროცესი თვითონ ასე გამოიყურება, თითქოს მართლაც სამყაროს თვალი მოპყრობილია დედამიწისკენ და თითქოს ყველა ენერგეტიკული ძალები, ჩვენი მფარველები, კოსმიური სულები, სხვადასხვა ღმერთები და ქალღმერთები მთელი ყურადღებით არიან ჩვენსკენ მოპყრობილები და შესაბამისად ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენად ძლიერ დღეს წარმოადგენს სწორედ ეს დღე და მომდევნო დღეები, თვითონ ეს დაბნელების დერეფანი, ასე ვთქვათ, ენერგეტიკული манипуляციებისთვის, ვინაიდან ამ დროს წარმოთქმული თითოეული სიტყვა, თითოეული სათხოვარი, თითოეული манифестაცია განსაკუთრებული ყურადღებით იქნება შესმენილი ჩვენი მფარველი ძალების მიერ და ზოგადად კოსმიური ენერგიების მიერ და შესაბამისად მათი მატერიალიზებაც უფრო მარტივად მოხდება ვიდრე სხვა დროს, ვინაიდან ამ დროს არის, ასე ვთქვათ, კოსმიური პორტალი გახსნილი და მთელი კოსმოსის კოსმიური ძალების ყურადღება არის სწორედ ჩვენსკენ დედამიწაზე მცხოვრები ადამიანებისკენ სიცოცხლისკენ მოპყრობილი. შესაბამისად, მე როგორც ენერგეტიკოსი და პრაქტიკოსი რიტუალისტი არ გავუშვებ ამ უნიკალურ შესაძლებლობას ხელიდან და ხვალინდელ დღეს 17 თებერვალს გამოვიყენებ ისეთი ენერგეტიკული манипуляციებისთვის, როგორიც არის ჩემი საავტორო რეცეპტით ენერგეტიკული სანთლების დამზადება, რომლებსაც მე უკვე გამოვიყენებ სხვადასხვა ენერგეტიკული манипуляციების დროს, ენერგეტიკული წმენდებისთვის კლიენტებთან მუშაობის პროცესში. თუ გსურთ მიიღოთ ჩემგან პროფესიონალური ენერგეტიკული მხარდაჭერა, რა დროსაც მე როგორც პროფესიონალი ენერგეტიკოსი ვითვალისწინებ ასეთ კოსმიურ მოვლენებს, კვირის დღეებს, პლანეტარულ საათებსაც კი და ამ ყველაფერს თუ დავუმატებთ უძლიერეს რუნულ მაგიას, რუნული ფორმულების ჩართვას, აი ამ სანთლების დამზადების პროცესში შესაბამისად, თუ კი თქვენ ზოგადი წარმოდგენა მაინც გაქვთ ამ ყველაფერზე, ალბათ უკვე წარმოგიდგენიათ რა დონის და რა სიძლიერის ენერგეტიკულ მხარდაჭერაზე აქ საუბარი. ასე რომ, თუ დაინტერესდით ენერგეტიკულ დიაგნოსტირებასა და ენერგეტიკულ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მომწეროთ მესენჯერში.
ან თავად იმუშაოთ საკუთარ თავზე და გაითვალისწინოთ ის რჩევები, რომელიც მოგეცით ამ ვიდეოში. დაგემშვიდობებით, ბედნიერად.